საღამომშვიდობის პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ მეცხრე არხის საინფორმაციო გამოშვება ეკოს 18 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს თაკო ფიქრიშვილი გაგაცნობთ. პროტესტის მეორე დღე ახალქალაქში არასაპარლამენტო ოპოზიციის მომხრეები და ლიდერები კვლავ მე-40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქთან შეიკრიბნენ და თვითმმართველობის არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევები გააპროტესტეს. დღესვე საოლქო კომისიამ პარტიიდან შემოსული 4 საჩივარი განიხილა, თუმცა არც ერთი მათგანი დააკმაყოფილა, რასაც არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებსა და ოლქის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოყვა. რა ხდებოდა დღეს ახალქალაქის საარჩევნო ოლქში და რატომ გახდა ადგილზე სამართალდამცავების გამოძახება, ამას ცოტა ხანში ლუბა გიორგაძე გიამბობთ. მანამდე კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ოლქებში შემაჯამებელი ოქმები ჯერ კიდევ არ დაწერილა, გამარჯვებული პარტიის სუბიექტების ქალაქის მერისა და გამგებლის ვინაობა უკვე ცნობილია. ახლა დაკომპლექტებული ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობა პირველ რიგში მოსაგვარებელ პრობლემებზე საუბრობს. რა სახელდება თვითმმართველი თემისა და თვითმმართველი ქალაქის პრობლემურ საკითხად ნახეთ ჩვენი სიუჟეტიდან. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახალციხელების 60,48%-მა ნდობა ქართული ოცნების მერობის კანდიდატს გიორგი კოპაძეს გამოუცხადა. კითხვაზერის მოგვარებას აპირებს იგი პირველ რიგში, ამბობს, რომ ქალაქში არაერთი პრობლემაა და მათ აღმოფხვრაზე ეტაპობრივად მუშაობა გრძელვადიანი პროცესი იქნება. ამიტომ ყველა საკითხზე ზრუნვას ერთდროულად დაიწყებს. მომდევნო 1 წლის განმავლობაში შესასრულებელ სამუშაოთა ჩამონათვალში კი ქალაქის მომავალი მერი ადგილობრივებს წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას, ცენტრალური სკვერების განახლებას და სამუშაო ადგილების შექმნას პირდება. ახალციხეში მე როგორც თქვი მინიმუმ ერთ საწარმოს გავხსნით ჩვენ, ეს არ არის ყველა სიტყვები, ეს აუცილებლად გაიხსნება. ამასთან ერთად ძალიან ბევრი პროექტები განხორციელდება კერძო ინვესტიციებით, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. მაგრამ იქ გავაკეთებთ ისეთ რაღაცას, რაც გამოადგება, თქვათ იმ ბინაჩვენებლობას, რასაც ვაპირებთ, საავადმყოფოს გაკეთებას. ეს კერძოები იქნება, მაგრამ ეს იქნება მისაწვდომი ადამიანებისთვის. ეს არ იქნება გათვლილი ძირითადად ამათ მოგებაზე. კი, რა თქმა უნდა, მოიგებენ ისინი ფულს, მაგრამ ეს ფული არ იქნება, თქვათ 30 და 40%-იანი მოგება. იქნება 5%-იანი მოგება. ახალციხის თვითმმართველი თემის გამგებლობის კანდიდატებს შორის გამარჯვება 60,43%-ით ქართული ოცნების წარმომადგენელმა ზაზა მელიქიძემ მოიპოვა. უახლოეს მომავალში შესასრულებელ პრიორიტეტად იგი სოფლის მეურნეობის განვითარებას ასახელებს. ამბობს, რომ დასახლებებში პრობლემაა სასმელი და სარწყავი წყალი, ასევე სავალი გზა წარმოადგენს. გარდა ამისა, ზაზა მელიქიძე სახელმწიფო პროგრამების სწორად განხორციელებაზეც საუბრობს. მივართ ადგილზე, გავესაუბრებით მოსახლეობას, შევისწავლით მით გადასაჭრელ საკითხებს ადგილზე და ადგილზევე დავიწყებთ თანმიმდევრობით რა პრიორიტეტებიც აქვს სოფელს, თანმიმდევრობით მათ განხორციელებას. ახალციხეში მომავალ მერსა და გამგებელს სხვადასხვა საკითხზე მუშაობა შესაბამის საკრებულოებთან ერთად მოუწევთ. მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველი თემის 30 დეპუტატი და თვითმმართველი ქალაქის 15 საკრებულოს წევრი სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები დაკომპლექტებიან, მათ ახალციხის განვითარებაზე ზრუნვა ერთობლივად მოუწევთ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით 4%-იანი ბარიერი თემის მასშტაბით ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ გადალახა. რაც შეეხება თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს, აქ აღნიშნულ ორ პარტიასთან ერთად ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის სიის პირველი ნომერიც შევა. ბევრგან გზების პრობლემაა, ბევრგან სარწყავი წყლის პრობლემაა, ბევრგან არ დაგიმალავთ სასმელი წყლის პრობლემაა, ნაწილობრივ მოუგვარებელია, ნაწილი მოუგვარებულია, იქ მიწების საკითხია, 1000 პრობლემებია წვიმალი. ახლა ფიქრობ მოვაგვარებთ, მეტწილად მოვაგვარებთ რა. ყველა ის ინიციატივა, ის პროგრამა, რომელიც ჩვენ გვინდოდა შეგვეთავაზებინა ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის, ჩვენი რაიონის მოსახლეობისათვის, ვეცდებით ყველა ამ ინიციატივის დაყენებას, ვეცდებით მოიპოვოთ მხარდაჭერა და ყველა ეს ინიციატივა შევთავაზოთ უკვე ოცნების ხელისუფლებას ადგილობრივ დონეზე, რომ კიდევ უფრო უკეთესობისკენ წავიდეს. ჩვენი ინტერესი სწორედ ესაა, რომ ყველა მდგომარეობა გაუმჯობესდეს და მუნიციპალიტეტმა განვითარების ახალ საფეხურზე, ასე ვთქვათ, გადადგეს დამბეჭი. პირველ რიგში ქალაქის პრობლემები რაც არის ზოგადად, წყალი, კანალიზაცია, მოუწესრიგებელი გზები და რომელიღაც ჩამოვთავაზოთ, მაქსიმალურად შევეცდები, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს და მე რაც შემეძლება საკრებულოს ახლა მარტო მე არ ვიქნებ თავისთავად თქვენთვის კარგად ცნობილია, რომ უმრავლესობით იქნება მართველი პარტია და იქაც ვიქნებ ოპოზიცია. არჩევნების შემდეგ ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირების ვინაობა უკვე ცნობილია, თუმცა მათი უფლებამოსილება მას შემდეგ შევა ძალაში, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება. თვითმმართველი თემისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს პირველი სხდომები ივლისის ბოლო კვირას გაიმართება. მანამდე კი ამჟამინდელი მუნიციპალიტეტის ბალანსი არსებული ქონება ორ ნაწილად გაიყოფა.
ახლა კი კვლავ ახალქალაქს დაუბრუნდეთ, სადაც პროტესტის მეორე დღე გაიმართა არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები და მომხრეები კვლავ მე-40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქთან შეიკრიბნენ და თვითმმართველობის არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები გააპროტესტეს. დღესვე საოლქო კომისიამ პარტიიდან შესული 4 საჩივარი გაანიხილა, თუმცა არც ერთი მათგანი დააკმაყოფილა, რასაც არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებისა და ოლქის წარმომადგენელთა დაპირისპირება მოყვა. რა ხდებოდა დღეს ახალქალაქის მე-40 საარჩევნო ოლქში და რატომ გახდა საჭირო ადგილზე სამართალდამცავების გამოძახება, ლუბა გიორგაძე ამბობთ. ეს ხმაური ნომერ მე-40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქში მას შემდეგ დაიწყო, რაც კომისიამ არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაწერილი 12 საჩივრიდან მხოლოდ 4 განიხილა და არც ერთი დააკმაყოფილა. სხდომის დასრულების შემდეგ შენობაში პარტიის მხარდამჭერები და ლიდერები შევიდნენ, რომლებმაც კომისიას ყველა საჩივრის განხილვა და იმ საარჩევნო უბნების გაფართილება მოსთხოვეს, სადაც მათივე თქმით გაყალბება მოხდა. მოთხოვნას ოლქის თავმჯდომარის ჰასმიკ მარანგოზიანისა და პარტიის წევრების დაპირისპირება მოჰყვა. სიტუაციის განმუხტვა ნომერ მე-40 ახალქალაქის ოლქში ცესკოს წარმომადგენელმა სოსო პარუნაშვილმა სცადა, რომელმაც განაცხადა, რომ სხდომამ კანონის დაცვით ჩაიარა და პარტიის დაწერილი 4 საჩივარი არგუმენტაციის უქონლობის გამო არ დაკმაყოფილდა. ხო, თვალე მოგძანდით, უბრალოდ პირებს დაესწრით სხდომა და დაკმუნდებით კანონიერებაში საარჩევნო ადმინისტრაციის. ახლა ძალიან აქ თხოვთ, დატოვოთ საარჩევნო ადმინისტრაციის შენობა, რომ ხმაურობთ, ხელს გვიშლით მუშაობაში, ისედაც დაგლილები ვარ და გასკუსე ნოკარტენდა ბაედმარ. ხელს გიშლით დაგლილები არა? სახელი დაგვარი. სახელი დაგვარი. მოიწევ შეიძლება. Как имя, фамилия? Имя, фамилия нет это? ეს არის სუსის ოფიცერი და თქვით ახლა სახელი დაგვარი ვინ არის? ვინ არის ესა და? Почему он присутствует? აი ეგ არის კანონის დამცველი. ბანდიტები, ნედელაშვილის პოპულიზმში კაგებეში. გამოდი აქ შეკაგებეშნიკო, გამოდი აქ ნომერ მე-40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქში არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან შესული საჩივრების განსახილველად სხდომა 2 საათისათვის დაიწყო. საჩივრები ძირითადად ხმების დათვლის პროცედურის დაწყებამდე კომისიის წევრების მიერ პარტიის წევრების უბნიდან გამოძევებასა და სოფლის რწმუნებულებისა და ძალოვანების მხრიდან საარჩევნო უბნებზე აგიტაციას ეხებოდა. კომისიამ არც ერთი მათგანი დააკმაყოფილა. სხდომას მედიის წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებიც დაესწრნენ. ერთადერთი რაც არის აქ ყველაზე მთავარი, საჩივრები შემოდის არაკვალიფიცირებულად დაწერილი, არ არის ხელმოსაკიდი, ფაქტობრივად სამტკიცე არ არის მოწმეები მოყვანილი, ამიტომ თითქმის ვერ ვიხილავთ. ბადრი ჯინჯარაძე, ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი, საოლქო მე-40 საოლქო ოლქს. შემაჯებენ ბლოკში თვითონ შევსების წესი არის დარღვეული, იმიტომ რომ ზოგან აკლია ამორჩევლის რაოდენობა, ზოგან ბიულეტენების რაოდენობა და ასევე ბალანსი არ დგება უშუალოდ ამ შემაჯამებელი ოკმების მიხედვით, რაც რა თქმა უნდა წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას. სხდომის პარალელურად საარჩევნო ოლქთან არასაპარლამენტო ოპოზიციის მხარდამჭერებისა და ლიდერების აქცია მიმდინარეობდა. კახა კუკავა მედიასთან აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესებს ახალქალაქში კონტრდაზვერვის სამსახური მართავს. იგი ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიეს მომხდარზე სასწრაფოდ რეაგირებასა და ახალქალაქის ოლქის თავმჯდომარის საგანი მოქმების გაბათილებას მოითხოვს, სადაც დარღვევები დაფიქსირდა. კუკავა ამბობს, რომ ახალქალაქის პრეცედენტი ხელისუფლებისათვის მაგალითი უნდა გახდეს. ხმების დათვლა წარმოებდა ჩვენი წარმომადგენლების გარეშე, რომლებიც 7 საათის შემდგომ საარჩევნო უბნებიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოყარეს. მთელ სამ პროცესს აქ მართავს არა ქართული ოცნების ადგილობრივი შტაბი, არა საარჩევნო კომისია, არამედ კონტრდაზვერვის სამსახური, ვინმე თოფურია, რომელიც თბილისიდან ხელმძღვანელობს მთელ სამ პროცესს, არჩევნების გაყალბება. Оказывается, что здесь демократия и не пахнет. Один человек может за 200 своей ручкой волеизъявление 200 человек он может решить. И то же самое люди разочарованы тем, что вот вроде поверили, что вот новое руководство пришло. Мы будем продолжать, дальше будем продолжать. Мы свои голоса будем защищать, потому что хватит уж, в конце концов, здесь должны быть демократический выбор, здесь должны быть работать Конституции, самое главное Конституции, чтобы спецслужбы не контролировали. Там мы видели, чтобы там со спецслужб
пришли и контролировать окружной комиссии. დღესვე ნომერ მე-40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქში ძალოვანები იყვნენ მობილიზებულნი. მათი გამოძახება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც უცნობმა პირმა შენობაში ერთ-ერთი კარების ფანჯარა ჩაამსხვრია. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 287 და 229 მუხლით მიმდინარეობს. იგი სხვისი ნივთის დაზიანებას, განადგურებასა და ხულიგნობას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე არავინ დაუკავებიათ. ნომერ მე-40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქში კომისია 19 ივნისს 4 საათისთვისაც შეიკრიბება და არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაწერილ საჩივრებზე იმსჯელებს, რომელსაც პარტიის ლიდერები და მხარდამჭერებიც დაესწრებიან. სასაზღვრო გამშვებ ვალეს თანამშრომლებმა ვარშავას ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე იბრაჰიმ აკაია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით იბრაჰიმ აკაია პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლით 2008 წლის 9 აპრილიდან იძებნებოდა. მას ბრალად ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობა ედება. იბრაჰიმ აკაიამ თურქეთის ტერიტორიაზე სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად ბაზარზე დიდი ოდენობით ნარკოტიკი, რამდენიმე კილოგრამი ჰეროინი გაიტანა. 1999 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან 24 დეკემბრამდე იბრაჰიმ აკაიამ სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად კრაკოვში, ვალსში, აგრეთვე თურქეთის რესპუბლიკისა და ბულგარეთის ტერიტორიაზე 20 კილოგრამი ჰეროინი გაიტანა. ჩადენილი ქმედებისთვის იბრაჰიმ აკაია შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვის ვადით. ამჟამად დაკავებული გადაყვანილია სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. სასამართლო ათავისუფლებს შეპესე იმპერიას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან და შემოიფარგლება სიტყვიერი შენიშვნით. ეს განაჩენი დღეს ტელეკომპანია მეცხრე არხს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა გამოუტანა. დღევანდელ პროცესზე ტელეკომპანიას საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ბრალი სარეკლამო ვადებთან დაკავშირებით ინფორმაციის დაგვიანებით გადაგზავნაში დასდო. კონკრეტულად რაში დაადანაშაულა მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანია მეცხრე არხი ნახეთ ჩვენი სიუჟეტიდან. სასამართლო ათავისუფლებს შეპესე იმპერიას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და შემოიფარგლება სიტყვიერი შენიშვნით. ეს გადაწყვეტილება დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა გამოიტანა. პროცესზე საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მეცხრე არხს ბრალი სარეკლამო დროსთან დაკავშირებით ინფორმაციის დაგვიანებით მიწოდებაში დასდო. როგორც სხდომაზე კომისიის იურისტმა თამარ გოშუამ განაცხადა, არჩევნებთან დაკავშირებით ფასიანი სარეკლამო დროის ვადები და ფასები, ასევე უფასო სარეკლამო რგოლისთვის გამოყოფილი მონაკვეთის მონაცემები მარეგულირებელ კომისიას არჩევნებამდე 55 დღით ადრე უნდა მიეღო, რაც მაუწყებლის მხრიდან დაგვიანებით განხორციელდა. დავაფიქსიროთ ჩემი მოსაზრება, კომისიის პოზიცია, ანუ სამართალდამცავების ფაქტი, რა თქმა უნდა არის და გვიანა შემოტანილი, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით თუ სასამართლო ჩათვლის მცირე მნიშვნელობით დარღვევად და შემოიფარგლება სიტყვიერი გამოცხადებით, შენიშვნის გამოცხადებით, კომისია არ ასაჩივრებს გადაწყვეტილებას. სასამართლოს სხდომაზე ტელეკომპანია მეცხრე არხის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. როგორც მისი იურისტი მაია გრძელიშვილი განმარტავს, მაუწყებლის მხრიდან დოკუმენტაციის წარდგენის ვადების დაგვიანება იმის გამო მოხდა, რომ კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა, რის შესახებაც ტელეკომპანია ინფორმირებული არ იყო. კონკრეტულად, სანამ კანონში ცვლილებები შევიდოდა, მეცხრე არხი ვალდებული იყო კომისიისთვის დოკუმენტაცია 40 დღით ადრე გადაეგზავნა, თუმცა შემდეგში ვადა 55 დღემდე განისაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს სასამართლო უწყებელი ფინანსური ჯანემისგან გაათავისუფლა და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ტელეკომპანია იმპერია ქონდა მცირე მნიშვნელოვანი დარღვევა, ანუ ის სამართალ დარღვევად ცნო მაინც იქიდან გამომდინარე, რომ მოხდა დაგვიანებით ინფორმაციის წარდგენა მარეგულირებელ კომისიაში და ცესკოში, რომელიც ევალდებულებოდა, რომ ვადებში უნდა წარედგინა, მაგრამ მიუხედავად დარღვევისა, ვინაიდან იგი იყო მცირე მნიშვნელობისა, სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით. თუმცა კანონმდებლობით საარჩევნო კოდექსის 93 მუხლის თანახმად ამ ღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული იყო 1500 ლარიანი ჯარიმა. ტელეკომპანია იმპერიის, ანუ იგივე მეცხრე არხის გენერალური დირექტორი მაია იველაშვილი ამბობს, რომ პრობლემა არაინფორმირებულობამ გამოიწვია. მისივე განმარტებით საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მაუწყებლობას კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ დროულად არ აცნობა. შემდეგში კი მათი მხრიდან 2014 წლის 12 მაისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას მაია იველაშვილი არ აპირებს.
ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება იყო ობიექტური, ტელეკომპანია ამ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს, რადგან გადაცნობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა როგორც პროცესი აღინიშნა, ეს მოხდა იმის გამო, რომ ძალიან მოკლე ვადაში მოხდა ამ კანონში ცვლილების შეტანა და არ იყო დროულად მიწოდებული ტელეკომპანიებისთვის. სწორედ ამიტომ დადგა ეს განაჩენი და სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანიამ, რომ ამ განაჩენს არ გაასაჩივრებს. ტელეკომპანია მეცხრე არხის მსგავსად კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ვადების დარღვევასთან დაკავშირებით ბრალი ქვეყნის 30-მდე რეგიონულ და ცენტრალურ მაუწყებელს დასდო. მათში ტელეკომპანია მეცხრე არხის პროცესი რიგით მე-12 იყო. აქედან 3 ტელეკომპანია ზუგდიდი სოდიში, ხაშურის დია და მარნეულის მარნეული ტივი სასამართლომ 1500 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული გადაწყვეტილება სამივე ტელეკომპანიამ გაასაჩივრა. დანარჩენი 9 ტელევიზიის მიმართ სასამართლომ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. სასამართლოს ხდომები სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარეობდა. ახლა კი რეგიონის გარეთ განვითარებულ მოვლენებს გავეცნოთ, ნახოთ რა ხდებოდა 18 ივლისს საქართველოს მასშტაბით. საარჩევნო ბარიერის 50%-ზე აწევა რისკის შემცველი, მაგრამ დემოკრატიისათვის აუცილებელი გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. ეკაფესელიას თქმით, საარჩევნო ბარიერის აწევით ხელისუფლება რამდენიმე ოლქში მეორე ტურს ელოდა. დეპუტატმა არჩევნებში მოქალაქეების აქტივობაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებს როგორც წესი დაბალი აქტივობა ახასიათებს. შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა დაახლოებით 43%-მა მიიღო მონაწილეობა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი საკუთარი გადაწყვეტილება ამომრჩეველთა 47%-მდე გამოხატა. მე ამ შედეგებს უყურებ უცვლად გეტყვით ძალიან ჯანსაღი თვალით და მიმაჩნია, რომ ეს შედეგი იყო პროგნოზირებადი და ძალიან საინტერესო ანალიზის საშუალებას იძლევა. სერგორატიანი ნიკა მელიესა თვითქმების შესაძლო დაკნების შემთხვევების გადამოწმებას ითხოვს. მისი თქმით, მსგავსი ფაქტი არაერთ უბანზე მოხდა, რაც გამოსწორებას საჭიროებს. ზურაბ აბაშიძე კი აცხადებს, რომ ცესკო ამ საკითხზე უკვე მუშაობს და კანდიდატს არც ერთი ხმა არ დაეკარგება. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიესა თვითქმების დაკნების თაობაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განაცხადა. ორგანიზაციის თქმით, შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატისათვის სამ უბანზე 100 ხმის დაკლების შემთხვევები აღმოაჩინეს. რასაკვირველია, უნდა გადამოწდეს, იყო თუ არა ეს შეცდომა, ჩვენ ვიცით, რომ არაერთ უბანზე და არაერთ ადგილას იყო მსგავსი დარღვევები, არის დარღვევები, არის მეტობა, არის გაბათილებული, არის ისე ვთქვათ ბალანსი ოქმებში არის დარღვეული და ეს საჭიროებს გადამოწმებას. მე რამდენად იცოდი, ცენტრალურმა კომისიამ და მისმა ხელმძღვანელმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განმარტება, რომ ტექნიკური შეცდომები არსებობს, რომელიც გამოსწორებადია და არ მგონია, რომ ეს რაიმე რეალურად ცვლიდეს შედეგებს. იქიდან გამომდინარე დაითვლება ყველაფერი, მე გარწმუნებდა საზოგადოებას და ყველა კანდიდატის მომხრეს, რომ არავის ხმები არ დაიკარგება ამ ქვეყანაში. პარლამენტი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გამო პლენარულ სხდომებს წყვეტს. ამის შესახებ 18 ივნისს გამართულ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. ზურაბ აბაშიძის განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო უმცირესობასთან ერთად მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განმეორებითი არჩევნები თბილისის გარდა 7 თვითმმართველ ქალაქში ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში გაიმართება. საქართველოს პარლამენტი როგორც ესეთი აგრძელებს მუშაობას, უბრალოდ სესიები არ იქნება, იმიტომ რომ არჩევნები 21 ქალაქში და რაიონში პრაქტიკულად გრძელდება, აქედან გამომდინარე ჩვენ ვჭირდება კიდევ დრო რომ საარჩევნო კამპანია გაგრძელდეს. სერგორატიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვანო ყიხურაძეს დანაგუნდელების მათემატიკაში უკეთ მომზადებისაკენ მოუწოდებს. ასე რატიანი ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რადარებიდან ქრება და მისი რეიტინგი არჩევნებზე 5-6% შეადგენს. პირველ რიგში რასაც უნდა გაუკეთოს დათვალიერება, ეს არის ღარიბაშვილის ასე ვთქვათ რადარებს. გარდა ამისა მე ურჩევდი ქართულ ოცნებაში არის გამოჩენილი ქართული მეცნიერი ბატონი ყიღურაძე, სწორედ მათემატიკაში და მიმართავდი მას, რომ მოემზადებინა უკეთესად თავისი ასე ვთქვათ თანაგუნდელობა.
სახალხო დამცველი კონფლიქტური ზონიდან აყვანილ პატიმართა და გამყოფ ხაზთან დაკავებული ადამიანების გათავისუფლების რეკომენდაციით გამოდის. უჩენა ნუაშვილის თქმით, ეს შეიძლება მოხდეს ვადაზე ადრე გათავისუფლების, ამნისტიის ან შეწყალების გზით და პროცესი ქართულ და უსწრ მხარეებს შორის ერთობლივად უნდა განხორციელდეს. ომბუდსმენის მონაცემებით 31 მაისის მდგომარეობით ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე 70, ხოლო აფხაზეთის გამყოფ ხაზზე საქართველოს 107 მოქალაქე იყო დაპატიმრებული. უჩენა ნუაშვილი აღნიშნავს, რომ ცხინვალის ციხეში 3 ქართველი პატიმარი რჩება, ხოლო საქართველოს ციხეებში ორივე მხარეს მცხოვრები 11 პატიმარი იხდის საჭილს. სახალხო დამცველი როგორც ქართულ, ისე აფხაზურ და უსწრ მხარეებს მოლაპარაკებისაკენ მოუწოდებს. ორივე მხარის მიერ პატიმრების განთავისუფლების ჰუმანური აქტი ხელს შეუწყობს ორმხრივი დიალოგის გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით და მხოლოდ სარგებელს მოუტანს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. ჭუბის მონაწილე პოლიციელები სამსახურიდან დაითხოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადების მიხედვით პოლიციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შესახებ საპატრულო პოლიციიდან შესული შეტყობინების საფუძველზე სამსახურებრივი შემოწმება ჩატარდა, რის შემდეგაც თბილისის საპატრულოს 4 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დარღვევა ედებათ ბრალად. პოლიციის თანამშრომლების ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეო მასალა ტაბულამ დღეს გაავრცელა. ვიდეო მასალაში პოლიციის თანამშრომლები არაფრთხილზე მდგომარეობაში ყოფებიან. საქართველოს მასშტაბით საგამოცდო ბარათების დარიგება დაიწყო. აბიტურიენტები მოწმობებს საკუთარ საჯარო სკოლებში მიიღებენ, ხოლო სკოლადამთავრებულებს ისევე როგორც მაგისტრანტობის მსურველებს ბარათები რეგისტრაციის მითითებულ მისამართზე მიუვათ. აპლიკანტებს, რომელთაც დაავიწყდათ ონლაინ რეგისტრაციის დროს საგამოცდო ადგილის მითითება, საშუალება ექნებათ ბარათი გამოცდებამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 10-დან 18 საათამდე აიღონ. სტუდენტობის მსურველები პირველ გამოცდას 26 და 27 ივნისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში 2 სესიად ჩააბარებენ. 30 ივნისსა და 1 ივლისს კი მათ ტესტირების გავლა ზოგად უნარებში მოუწევთ. 2 და 3 ივლისს კი ინგლისურ ენაში. აბიტურიენტები არჩეულ საგნებში გამოცდებს 16 ივლისამდე ჩააბარებენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრი მეხუთე საჯარო სკოლაში განთავსდება. მოსწავლეებმა, რომლებმაც ჩააბარეს სკოლის საატესტატო გამოცდა წელს და დაასრულეს წელს საშუალო საფეხური, მათთვის ბარათები არის დაპაკეტებული და მიაქვთ სკოლის ხელმძღვანელებს და დავა შესაბამისად დაურიგებენ მოსწავლეებს და სხვა დანარჩენს, რომლებიც შარშან ჩაიჭრენ ან წელს მოიფიქრეს გასვლა და უნდათ რომ ჩააბარონ ეროვნული გამოცდები, თუ მიუთით ეს სახელმწიფოს საგანმანათლებლო რესურს ცენტრი მობრძანდებიან და წაიღებენ ჩვენგან აღნიშნულ ბარათებს. ყოველ მაქვს არაჩვეულებრივი დიდი შემართებით მივდივარ და რა თქმა უნდა რომ გამარჯვების გული მაქვს და მეწყება 26-ში ქართული ენით და ვამთავრებ გეოგრაფიით და იმედია წელს გამიმართლებს და ყველაფერი კარგად ჩაივლის. თურქული საწინააღმდეგო ვაქცინაცია სამცხე-ჯავახეთის 4 მუნიციპალიტეტში დასრულდა, ხოლო ახალქალაქსა და ბორჯომში ამ დრომდე მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ გაავრცელა. სამმართველოს უფროსის თქმით, პროცესი აღნიშნულ 2 მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეში დასრულდება. რია ბექაურის განმარტებით ვაქცინაცია 123,000 მსხვილფეხა და 70,000 სწორფეხა პირუტყვს ჩაუტარდა. რაც შეეხება ჯილეხის საწინააღმდეგო აცრებს, ამ ეტაპზე დასრულებულია და ვაქცინაცია 15,000 მსხვილფეხა პირუტყვს ჩაუტარდა. როგორც რეგიონულ სამმართველოში აცხადებენ, ჯილეხისა და თურქული საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრები წელიწადში 2-ჯერ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტარდება. თურქულზე შინაური ცხოველი ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელში იზრდება, ხოლო ჯილეხზე მხოლოდ манифестურ კვერებში. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის თქმით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვაქცინაცია ცოფსაც მიმდინარეობს და რეგიონში ძაღლები და კატები იცრება. ლიანად აიცრა მსხვილფეხა პირუტყვი 123,000 და სწორფეხა პირუტყვი 70,000 სული. რასაც შეეხება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, დავიწყეთ რამოდენიმე დღე ტარდება უკვე ვაქცინაცია და საორიენტაციო გეგმით აიცრება მთლიანი სულადობა ხორცისჭამჭელი ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო.
ახლა კი ვნახოთ როგორია ამინდი გველოდება ხვალისათვის სამცხე ჯავახეთში და როგორია ვალუტის გაცვლითი კურსი. ასეთი იყო დღევანდელი დღე და საინფორმაციო გამოშვება ეკო მეკეთილი სურვილებით გემშვიდობებით. საინფორმაციო სამსახური მუშაობა სხვა 13 საათს და 30 წუთზე თიკო კურტანიძესთან ერთად გააგრძელებთ. შეგახსენებთ, რომ დღის მთავარი თემების ნახვა თქვენი ინტერნეტის საშუალებით შეგიძლიათ ვებგვერდზე tv9news.g. მადლობა რომ გვიყურეთ, ნახვამდის.